ძლიერი სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები. უნებრივი ამბავია, ამაზე ხშირად აღლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი. იქნება გამომდინარე, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით პრეტენზია და ჩვენმა ქვეყანამ განაცხადა იმაზე, რომ სახელმწიფო საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა. შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურების გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოვებაც კი. ჩვენ რადგან ეს დაბეჭდებით მკაფიოდ ვთქვით მთელი მსოფლიოს წინაშე, მე ვფიქრობ, რომ ჩემი დავალება გუნდის ხალხისგან იქნება მთავარი ის, რომ ამ ქვეყანას შესატყვის ამ მიზანთან და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურები იყოს. ერთ-ერთი პოზიტიური ამ ამბავში ის არის, რომ მე მეძლევა დღეს საშუალება უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და პოლიციის თანამშრომლებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ჩვენ არ ვიცით ჯერ ზუსტად, თუმცა ვარაუდი შეგვიძლია რა პროვოკაციას და მის თამდებ სულ შედეგს აცდა გუშინ არ ვიცი ქალაქი თუ ქვეყანა ჯერჯერობით ეს მკაფიოდ არ შეიძლება ითქვას, თუმცა ფაქტია რომ როცა ავტომატის მაგვარი შაშხანით გადაადგილდება ადამიანი დემონსტრანტებს შორის, აქ ადვილი სავარაუდოა რომ რაღაც რთული პროვოკაცია, ცუდი პროვოკაცია კარგი არ არის, მაგრამ შეიძლება იგეგმებოდეს, მაგრამ გამოძიება დეტალებში მე მგონია რომ ამ კითხვაზე პასუხს გასცემს და რომ მივალ პირველი ამ საკითხით დავინტერესდები, იმიტომ რომ სულ ახალი ამბავია. შვიდობიანი დამხობა როგორი ტერმინია, იცით, რა მოვიგონო, არ ვიცი. კეთილი სააკაშვილი დაახლოებით ესეთი ოქსიმორონია. არ შეიძლება სერიოზულად ასეთი ხალხის და ასეთ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება. ეს არ არის დღეს გამოწვევა, რომელიც ჩვენ ქვეყანას აწუხებს. ერთადერთი მართლაც პატარა ტურბულენციას შეეცდებიან და უკვე ჩვენი სამსახური შემიძლია უკვე თამამად ვილაპარაკო მის ხელმძღვანელის პოზიციიდან იმისთვის არის რომ ასეთი პატარ-პატარა ტურბულენტობები ქვეყანამ თავიდან აიცილოს. აქ არ არის იმის საფრთხე რაღაცა სერიოზული გაგრძელება შეიძლება ქონდეს. აქ არის საფრთხე მაქსიმუმ იმისა რომ არ დააზიანონ მცირედით ეკონომიკა, ადამიანები არ გაანერვიულონ. იმის იქით ჯერთი დამხობა სიტყვა მათი მოწოდება არ შეიძლება მშვიდობიანი იყოს, იმიტომ რომ დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს. სიტყვის მნიშვნელობაც უნდა გაითვალისწინოს, რაც ლაპარაკობენ. მე ყურადღებას ამას იმდენად, რა თქმა უნდა, მივაქცევდი, მაგრამ იმდენად არ მივაქცევდი, როგორც იურისტი ამ შემთხვევაში, როგორც ამ ხალხის სხვა განცხადებებს, სადაც უფრო აშკარად შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულებრივი კვალიფიკაციის ნიშნები. აქედან გამომდინარე, ეს უკვე სამომავლო საქმეა, ჩვენ რაიმე გადაჭარბებულ შეფასებებს ამ მიმართულებით კვალიფიკაციებთან დაკავშირებით არ ვაპირებთ, თუმცა ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას იმისათვის, რომ სახელმწიფო იფუნქციონიროს გამართულად და ვიღაცას არ კონდეს საშუალება ამ პატარ-პატარა ტურბულენციებით ეროვნული ინტერესები დააზიანოს. კი, ცოტა გულიმწყდება, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარი ოჯახივით არის და მადლობა საშუალებისთვის. მე მინდა მადლობა გადაუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს. მართლა მეორე ოჯახი არის და იყო ეს ჩემი. მე მინდა ქართული ოცნების ყველა წევრს, ყველა წარმომადგენელს, დაწყებული ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დამთავრებული ქართული ოცნების რიგით ჯარისკაცამდე, ამ 10,000-ობით ადამიანს ყველას მადლობა გადაუხადო. ამ წლებისათვის ეს ჩემი მართლა მეორე ოჯახი იყო, არის და იქნება. დრო გავა და მე ალბათ ამ ოჯახში დავბრუნდები, იმიტომ რომ მეორე ოჯახი შეუძლებელია სხვა იყოს ჩემთვის და მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომ მე შემეძლება დღეიდან სხვა მიმართულებიდან ვიზრუნო ჩემი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე და თუ ჩემს ნამუშევარს, ასე ვთქვათ,
შეაფასებენ წლების შემდეგ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეექნება აზრი ამ შეფასებას პირადად ჩემთვის, თუ იტყვიან, რომ ეს სამსახური თვისებრივად ახალ სამსახურად შედგა, თვისებრივად მოდიფიცირებულ სამსახურად შედგა, გაძლიერებულ სხვა ხარისხის სიძლიერის სამსახურად შედგა და თუ მის თითოეულ წარმომადგენელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც ისედაც სამაყები არიან თავიანთ საქმიანობით, ამას იმსახურებენ, რომ ისინი ამაყები იყვნენ, კიდევ უფრო ამაყები და კიდევ უფრო ძლიერები იყვნენ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და ამის გამო. ასოცირება საზოგადოებრივი ყოფრომეტად ცუდ რაღაცეებთან, ხო? წინა ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო უსაფრთხო სამსახურების ასოცირება ცუდ საქმესთან, ეხლა იქნება იმის ნება, რომ ეს ყოფრომეტად გაიხსნას, რაც შეიძლება უსაფრთხოდან გამომდინარე მოხდეს და ადამიანებს არ ეშინოდეთ ამ სამსახურს. რომ შეგვირდეთ, რომ ბოლომდე გახსნილი იქნება ეს სამსახური, საქართველოში როგორც ვიტყვით ხოლმე, ჩემტერს ბოლომდე გახსნილი უსაფრთხოების სამსახური, იმას თავისი ფუნქცია აქვს თითოეულ რგოლში, მას და მე ვფიქრობ, რომ თავისი ფუნქციების შესრულების დროს იქ სპეცსამსახურების ნიშა, რა თქმა უნდა, საიდუმლო ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მეტი გახსნილობა შემიძლია დაგვირდეთ, ეს ერთი. მართალი ვბრძანდებით იმ შეფასებაში, რომ დღესაც კი უსაფრთხოების სამსახური შეიძლება ასოცირდებოდეს რაღაც მოსმენასთან და მსგავს საკითხებთან, მაგალითად მოსმენა კანონიერი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს მისი საქმიანობის 0 რაღაც პროცენტი. შესაბამისად, იმდენად დიდია ფუნქციონალი თითოეული რგოლისა. აქ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანტიტერორისტული მიმართულება გვაქვს, სადაზვერვო მიმართულება გვაქვს, კოდდაზვერვის მიმართულება გვაქვს, ანტიკორუფციული მიმართულება გვაქვს და ამ საკითხებს განზრახ და გამიზნულად ვუსვამ ხას, სადაც ჩვენ სერიოზული შედეგები უნდა გქონდეს, მაგალითად ანტიკორუფციული მიმართულებით. რამდენიმე წელიწადში პრაქტიკულად აღმოფხრილი ბოლომდე და არ ვაჭარბებ. პრაქტიკულად ბოლომდე აღმოფხრილი უნდა იყოს ამ ქვეყანაში კორუფცია და ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი და კორუფციული არანაირი გარიგების თანამონაწილე არც ერთ მომენტში არ იყო. ეს შესაძლებელია, ეს უნდა დაიჯერონ ადამიანებმა, ჩვენ ეს უნდა უზრუნველყოთ რეალური მოქმედებებით. არა ვთქვათ რაღაც ზედმეტი სიხისტით და რაღაც ისეთი მიდგომებით, ზედმეტად კაცრი და საჩვენებელი მიდგომებით, არამედ რეალური ბრძოლით კორუფციასთან. და ის არ მიხსენებია ის მიმართულება, რომელიც უშუალოდ სამსახურებს განსაკუთრებული სპეციფიკაციის ნიშანს აძლევს, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის 20%-მდე არის ოკუპირებული. აქ არის უდიდესი გამოწვევები და თუ იმ პერიოდში, როდესაც მე ამ სამსახურს უხელმძღვანელებ, ის ყინული, რომელიც ნენენა უნდა დაიძრას და იძრება, როგორც ბევრი ხვდება, საბოლოოდ დაიძრება და ეს მივა ქვეყნის გამთლიანებამდე ბუნებრივია, ხა არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იტყვის, რომ უბედნიერესი იქნება და მეც მათ რიგში ვარ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იმ სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, ოკუპაცია, რომელიც არის დასაძლევი და ამ სამსახურს ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ექნება და ოკუპაციის შედეგებთან ბრძოლაც, რაც მიმდინარე საკითხებია, ესეც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება და გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ არამხოლოდ ანტიკორუფციული მიმართულება, იქ არის უამრავი მიმართულება, გამოწვევები, რომელიც ქვეყნის გაძლიერების პირდაპირ პროპორციულია მათი დაძლევა, უნდა იყოს დაძლეული და მე ვფიქრობ, რომ შემიძლია ამაზე ხვალინდელი გადასახედიდან, ასე ვთქვათ, თუ ასე შეიძლება ითქვას, თამამად ვილაპარაკო. თქვენ შეთანხმებით. კარგი, დავუშვებ მე და ოკუპაციასთან დაკავშირებით საგარეო საფრთხეებიდან, თამარი საფრთხეები შეგიძლიათ დაასრულოთ, მაგალითად რუსეთიდან მიმდინარე საფრთხეები, გამოწვევები, იგივე საუბრობთ. მოდი მოკლედ გეტყვით. ერთი ოკუპაცია და მისი თანდაობის შედეგები და მეორე გარეთჩავრებები და პროვოკაციის საფრთხეები ამ გარეთჩავრებებიდან გამომდინარე ქვეყნის შიგნით. ეს არის ორი მთავარი მიმართულება იმ საფრთხეებისა, რაც საქართველოს დღეს აწუხებს ყველაზე მეტად და რასთან გამკლავებაც მათ შორის ქვეყანას და ქვეყანასთან ერთად იმ სამსახურს ევალება, რომლის ხელმძღვანელობაც
მე დამავალად ეს საქართველოს პარლამენტი. ბატონო მამუკა, კორუფციასთან დაკავშირებით ისაუბრეთ და მინდა გითხრათ, კორუფციასთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა ვნახოთ ჩვენ მაგალითად დაკავებული ისეთი ადამიანები, რომლებიც იყვნენ მაგალითად ქართული ოცნების ყოფილი წევრები, ამ მიმართულებით რა შეგიძლიათ გითხრათ, თქვით რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ და მშვიდობიან დამხობაზე, როდესაც საუბრობთ, გიორგი ვოსკი რამდენიმე დღის წინ პარლამენტში თქვა, რომ შესაძლებელია მშვიდობიანად დაიჭირონ ლევან ხაბეიშვილი. ეს კითხვებიც ჩნდება მათ შორის, რა შეგიძლიათ გითხრათ კორუფციასთან ბრძოლაზე და ხაბეიშვილის დაკავებაზე? თუ რომელიმე ადამიანი დასაჭერი გახდება და მის კანონური საფუძველი იარსებებს, ომით დაკავებას არავისაც არ დავაპირებთ ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ჭირდება ყველა ადამიანის პასუხისგებაში მიცემას, მით უმეტეს პატიმრობას, მყარი სამართლებრივი საფუძველი და თქვენი უკაცრავად რამე თქვა მიწეს, პატრონები როგორც 2012 წლამდე ხდებოდა, მტკიცებულებების გარეშე არც ერთი ადამიანის დაკავებას არ დავაპირებთ არასდროს. ეს ერთი. პირველი კითხვა რა იყო? ხო, ამ თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, ბევრჯერ მოხდა კონკრეტული სახელი და გვარი ყურში და რადგან ამ სახელს და გვარს მაინც მიმეორებთ, არ მინდა მას სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ არ არის თქვენ რა ბრძანეთ, მანამდე ეს მომესმა. თქვენ აქეთა ფლანგიდან. შესაბამისად, მე ბევრს ამაზე აღარ ვილაპარაკებ, აღარასდროს ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ გასაგებია, რომ გაშიფრული აგენტი, რომელსაც არა ოფიციალურ უწყებებში ყავს პატრონი, არამედ მის მიღმა არის უფრო კედელზე მსხვეული სხვა სულიერივით ვიდრე სხვა ნებისმიერი მისი პროფესიის ადამიანი. ეს გვესმის, ისტერიკას გვესმის და ამ ისტერიკას ჩვენ ჩემი აზრით არ უნდა ვაყოთ. ახლა სერიოზული კომენტარები გაშიფრული აგენტების კომენტარებს და მონაჭრეზე არ უნდა ვაკეთოთ და თუ კი ეს აგენტი იქნება თუ სხვა ადამიანი არ აქვს ამას მნიშვნელობა. მე აგენტებსაც კი შემიძლია დღეს დაპირება მივცე, რომ ისინი არ გაიშიფრებიან თუ შესაბამის სამსახურებს მოემსახურებიან, მაგრამ თუ კი კონკრეტულ ადამიანებს მოემსახურებიან, თან მით უმეტეს თავისი ქვეყნის საწინააღმდეგო ჭორების გავრცელებით იქნებიან დაკავებულები, ისინი ისედაც გაშიფრულები იქნებიან საზოგადოების მიერ. ეს ჩემი საქმე აღარ არის ახლავე ბოდიში, რაც შეეხება კორუფციას. მე მინდა იცოდეთ ერთი რამ, რომ კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება. ეს იმას ნიშნავს, რომ რომელი პარტიის ჩვენ თუ სხვა პარტიის წარმომადგენლიც არ უნდა ყოფილიყო წარსულში, კორუფცია და მასთან ბრძოლა არის იქნება პრიორიტეტი, განსაკუთრებული პრიორიტეტი, ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება და ინდულგენცია ვერც ერთი წარსული თანამდებობა თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის. ამის იქით მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რა ვერ გააკეთა ამ კითხოთ? ხო, აი რა ვერ გააკეთა ანდრიო. ვიცოდი წინასწარასაც კითხავდით. 6 წლის ვადით აირჩიეს ოხანაშვილის სუსუპრესის თანამდებობაზე და 5 თვეში ამ ადამიანმა დატოვა თანამდებობა. რა გახდა ამის მიზეზი? ესეთ რა არის? წინასწარ შემთხვევითი არ ყოფილა მე თქვენი კითხვა რომ წინასწარ ამოვიცანი, ამის საფუძველი კონკრეტული მქონდა, ასე მე საკითხს არ დავსვავდი არასდროს, იმიტომ რომ ანრი არის ადამიანი, რომელიც 2016 წლიდან მათ შორის ჩემთან ერთად, სხვა ჩვენ თანაგუნდელებთან ერთად იბრძოდა ამ ქვეყნისათვის. პირდაპირ მნიშვნელობით ეს იყო ბრძოლა, რომელიც ბრძოლაში ჩვენ ერთად გამოვიგრძნედეთ როგორც პოლიტიკოსები, ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ერთმანეთის ნდობა და ანრი ყოველთვის იქნება ამ გუნდის და ამ ქვეყნის ერთგული წევრი. ამის იქით მე ამაზე საუბარი არ მინდა, იმიტომ რომ თქვენი ბოდიში ამის იქით მე ამაზე არ ვილაპარაკებ არაფერს, იმიტომ რომ მე ისეთ სამსახურის ხელმძღვანელი უნდა ვიყო, ასეთ მიზეზებზე ღიად ლაპარაკი მაინც და მაინც რომ არ შეშვენის ადამიანს და ამიტომ არაფერი ისეთი დაფარული და განსაკუთრებული, თუმცა პროვოკაციულ კითხვაზე ამ უკაცრავად ამას შევნიშნავ, ამ გადასახედიდან მით უმეტეს, მაგრამ პასუხი მე მგონი არ უნდა იყოს ისეთი თქვენ რომ მოგეწონებოდეთ.
მე არ ვიცი თქვენ მისმენთ თუ არა, თავიდან იმით დავიწყე საუბარი თქვენი კოლეგის კითხვაზე, რომ ჩემს მუშაობას აზრი ექნება იმ შემთხვევაში, თუ წლების შემდეგ ნებისმიერი თქვენგანი, ნებისმიერი მოქალაქე ამ ქვეყნის იტყვის, რომ თვისებრივად ახალი სამსახურია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ძლიერი, ისეთი როგორიც უნდა ყავდეს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანას და ასეთი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი უნდა იყოს. და ბუნებრივია, ამას ჭირდება ბევრი მუშაობა, ერთი იმ მიმართულებებით, რასაც მაგალითად ქვია კონტრტერორისტული, ანტიტერორისტული მიმართულება, კონტრდაზვერვითი მიმართულება, ანტიკორუფციული სამსახურების გაძლიერება ერთიორად, მათ შორის არ დაგიმალავთ და რადგან არ მეშვებით ერთ სიახლეს დაგიანონსებთ, რომ მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ნორმალური ფუნქციონირება შეიძლება თუ მას და ქვეყანას არ ექნება ამ უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზირებული სასწავლებელი. მე არ ვსაუბრობ იმ ფორმით, რაც ვთქვათ, მაინდა-მაინც უშიშროების აკადემია იყო, მაგრამ მისი თანამედროვე განახლებული, მოდიფიცირებული ვერსია, რომ სპეციალური ცოდნა მიიღონ უსაფრთხოების მომავალმა თანამშრომლებმა, აუცილებლად უნდა არსებობდეს და მე ამაზე აუცილებლად ვიზრუნებ. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაძლიერებული აუცილებლად ჭირდება. ამ ხალხს ჭირდება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რომ თავისი პროფესიული საამაყო მოვალეობა შეასრულონ პირნათლად და ამისი შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არსებობდეს. ასევე კონკრეტული პროფესიული მიმართულებით გაძლიერება, შესაბამისი ტრენინგები, შესაბამისი დახვეწა თითოეული მიმართულებით. იმიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი სპეცსამსახურები იმისათვის, რომ შესაბამისობაში რელევანტურები ვიყოთ იმ სერიოზულ მყარ კაფიო განაცხადთან მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ამაყი, თვითკმარი ქვეყანა და შესაბამისი სამსახურები თავის ფუნქციას პირნათლად ასრულებენ ამ სამსახურში. მადლობა. ძალიან განადგურებული ვიყავით ყოველთვის თქვენი პირდაპირ ინტერვიუებით, მაინტერესებს რადგანაც ამ სისტემის ცვლილებაზე საუბრობთ, გვექნება თუ არა უფრო ხშირად საშუალება, რომ სისტემის მომხმარებლად. მე გვერდებით, რომ სისტემა და ეს სამსახური უფრო გახსნილი იქნება მათ შორის მეც, მაგრამ არა იმდენად თქვენ რომ მოგეწონებოდათ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი სამსახურის თვისება და სპეციფიკა, ეს არ იქნებოდა სწორი. მე იმ ინტენსივობით გამოვშვიდე პრესასთან და საზოგადოებასთან, როგორც აქამდე ვაკეთებდი, რაც ჩემი პირდაპირ მოვალეობა იყო და აწი შეიძლება პირიქით იყოს. და ასევე მთავარ გამოწვევებზე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და დეტალებში არ შევა. დღეს ამ ქვეყანას ორი მთავარი გამოწვევა აქვს და აწუხებს. ერთი ოკუპაცია და მისი თამდევი შედეგები და ჩვენ ყველა პირობა უნდა შექმნათ იმისათვის, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ და მეორე ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა ოკუპაციასთან ერთად გარეჩარევები, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხის დაცვა, გარეჩარევები და შესაბამისი პროვოკაციები. ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში გარე დავალებების ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარის თუ ევროს ხარჯვის პროპორციულად და პარალელურად გამუდმებული პროვოკაციები არსებობდა და ამ გამუდმებულ პროვოკაციებს ქვეყნის არევის მოწოდებებს თუ დავალებებს უნდა დაუპირისპიროთ ჩვენი მყარი პოზიცია, რომ უსაფრთხოების საკითხები თავის ადგილზეა და უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ გამართულად და პოლიტიკური კურსი, სწორი ქართული პოლიტიკური ეროვნული კურსი რაც არის, მისი შესატყვისი სამსახურის ფუნქციონირება უნდა იყოს. ეხლა ქვეყანა ძლიერი გინდოდეს და პოლიტიკური კურსი გქონდეს აბსოლუტურად მყარი ეროვნულ ინტერესებს მორგებული და ამას ვერ აყვეს თავისი სიძლიერით ქვეყნის სპეცსამსახური წარმოუდგენელი, ამიტომ ჩემ პირად მთავარ გამოწვევად მივიჩნევ, რომ სპეცსამსახურები, ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ისეთივე ძლიერები, როგორი ამბიციას ქართულ სახელმწიფოს აქვს. ბოდიში, რიგში იყო და დიახ, ბრძანეთ. არა, მოკლედ გეტყვით, ჩემი გუნდით მივა.
გაიგებთ ხვალვე. არა, მიუხედავად იმისა, ჩვენი მეგობარია და კარგი კადრია ძალიან, მე ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი გუნდი მყავს, რომელსაც ამ სამსახურში ვამუშავებ, ძალიან წარმატებით დარწმუნებული ვარ. პროფესიონალებიან არა. ნახეთ, თქვენ ყოველთვის გონიათ, რომ ადამიანი, რომელიც პოზიციას იცვლის, იმას მე რამეს ერჩის, რაც არასწორი მიდგომა. არა, მე არ ვაპირებ ახლა სპეცსამსახურებში ხელმძღვანელ თანამდებობას, ვინც დავნიშნავ, იმის ახსნას თქვენთვის ნამდვილად არ ვაპირებ. და თქვენ ნახავთ, რომ იქ იქნებიან იმდენად პროფესიონალი კადრები, რომ საკრიტიკოც არ გექნებათ არაფერი გარანტიას გასult. ლევან ხაბეიშვილის მხრიდან შეთავაზებული 200,000 დოლარი პოლიციელებთან დაკავშირებით. ბოდიშ გიხ. ბოლო დღეებში. ვისთან? არა. არ ვაპირებ ხას დეტალებში. არა, რომელ წუთს მე რა გავიფიქრე, ამ ფიქრებში ჩაძრომას გთხოვთ თავი მოარიდოთ. ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება 200,000 დოლარის სახით. ბოდიში, გავეცით უკვე პასუხი. გავეცი პასუხი გაგეცი. დიახ. არა. ეს არასწორი ლოგიკა. არა მეთქი. არა, ეს ასე არ არის, დიახ. შეთავაზება ლევან ხაბეიშვილის. კი ბატონო, დაასრულე. დიახ. ახლა როგორც ის უფრო შესაძლოა კოდექსი ვერგეთის რომ დაიგოთ იმაზე მეტი ამ საკითხის შესახებ ვიდრე მანამდე ცოდით როგორც სოციების დიდხანძებმა. დიახ. აპირებს თუ არა ამ ვერგეტების გამოყენებას თქვენთვის რა კითხვებია ამ საქმეში და რა არის გასაგები? არსებობს რაღაცა ჩარჩო, რის იქით იურის დეპუტატი გადის, რომელსაც საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვს, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც თქვა სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელს, ხო? მე ამ ფარგლებში საკმაოდ დიდი ინფორმაცია მქონდა, აწი ალბათ უფრო მეც გავიგებ, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ. თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის, არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერსონალური თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ ამბობენ. არ ამბობენ შეგნებულად, რომ ამ პერსონალურ საკითხებს არ შეეხონ, რაც ასევე ამორალური იქნება, ასე რომ გაკეთეს. აი ამ კონკრეტული თემიდან გამომდინარე, ხდება სარგებლობა ამ თემით, ანუ თქვენ როდესაც იცით, რომ თუ სიმართლე შეიძლება ითქვას, იქ რაღაც პერსონალურ საკითხებს შეიძლება პერსონალურ საკითხებზე შეიძლება ბოდიში პერსონალურ საკითხებზე შეიძლება აუცილებელი იყოს საუბარი და ამის გამო თქვენ სპეკულირებდეთ იმიტომ, რომ იცით, რომ ამ პერსონალურ საკითხებს მორალურად გამართული მმართველი გუნდი არ და ვერ გაახმოვანებს. ამას გულისხმობ, რასაც ვამბობ, ნახეთ, ახლა. დიახ, მე მის ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გავედი. არა, იმიტომ რომ მასთან ნახეთ, არა ფიზიკურად არ მენახავს, მაგრამ თორნიკე კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი და დიდი დამსახურება აქვს საკუთარი რეგიონის წინაშე, მმართველი გუნდის წინაშე. ის არის ჩვენი მეგობარი, როგორც თქვენ აპელირებდით, რომ ახლო მეგობარი და დღე-დღე ერთად ისი არა, მაგრამ ჩვენი მეგობარი და ასე შემდეგ და აქ სიბინძურებს გთხოვთ ახლავე. იმიტომ რომ ეს არის მისი სურვილი, რომ გარშემო მყოფებთან თითქმის არავისთან ურთიერთობა არ აქვს და აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც ჩვენ ყველანი ამას გაგებით ვეკიდები და უფრო სიღრმეში ვერ შევდივარ. ისე პერსონალური რაღაც საკითხებიდან გამომდინარე, ამით ვისარგებლებთ მომავალში ძალიან გთხოვთ. ეს იქნება ამორალური, ძალიან ამით სარგებლობა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ რაღაც საკითხებზე გაქვთ ინფორმაცია, მიუხედავად ამისა, ამ თემაზე მაინც სვამთ შეკითხვებს. ამიტომ გთხოვთ რაღაცებს გაუვრთხარის, რაღაცები კადრზე მიღმა, რაცაც უნდა გაუვრთხილდეთ, პერსონალური თემები არსებობს, რაცაც უნდა გაუვრთხილდეთ და მოგიწოდებთ, რომ ამ თემებს ბინძურად შეეხებით. ბოდიში დავამთავრებ. დიახ, ბოდიში. მე ხუთე კითხვას ვსვამ და ბოდიში. წეღან ალბათ მე ჭვი გამიჩნდა ეხლა რომ თქვენ მოისმინეთ ჩემი წეღანდელი პასუხი, რომელიც ძალიან ზოგადი იყო ალბათონი ხატიას კითხვაზე და თქვენ ცდილობთ რომ დამაკონკრეტებინოთ. მე შემიძლია დაგიდასტუროთ რომ
იმაზე მეტად ვიდრე თქვენმა კოლეგებმა კითხვა დამისვეს, შეიძლება სხვა ქმედებებში, სხვა მოწოდებებში, დაპირებებში იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები, თუმცა ამას სჭირდება გამოძიების მიერ შეფასება და არა თუნდაც ამ მიკროფონთან, თუნდაც ჩემს მიერ. შესაბამისად, ჩვენთვის არ არის სამოსავალო წერტილი ვინ არის ადამიანი, ჩვენთვის სამოსავალო წერტილია აქვს თუ არა დარღვევას ან დანაშაულს კონკრეტულ შემთხვევაში საქმე. ადგილი უფრო სწორად. და დავამთავროთ რა თუ შეიძლება. კარგი. პოლიტიკური შეფასებებისგან დღეს მომეცით საშუალება რომ თავი შევიკავო პოლიტიკური შეფასება. მოდი ერთ რამეს გეტყვით. არა, ახლა უკვე ვეღარ. დიახ. 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 და რასთან დაკავშირებით? და მე რა უნდა გითხრათ, რას თხოვთ ვერ მიხდით? არა, ეს ვერსია არასწორი. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ამ საკითხზე არანაირი მსგავსი კორელაცია ჩემი ვთქვათ არჩევის თუ ანდრის საკითხის გადადგომის არ ყოფილა მსგავსი არც გვიფიქრია. არათუ არა, უხანაში მმართველობის პირობებში კი არა, შეიძლება ყველა ამერიკის სპეცსამსახურს გამოეპარა სექტემბრის მოვლენები, აგერ ახლო წასულში, ხო? ეს ისეთი რაღაცა დაზღვეული ასეთ საკითხებისგან არავინაა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებული რაიმე ცვლილება სპეცსამსახურებში არ ყოფილა, მათ შორის ჩემი არჩევა. მე შემიძლია ბატონო თეორიულ ვადებში შემიძლია გითხრათ, პრაქტიკულად შეიძლება ვერც კი წარმოიდგინოთ იმდენ ხანში მოხდეს ეს. თუმცა ამას მაინც ბატონო ანუ პრაქტიკულად შეუძლებათ რომ მიგაჩნიათ, ისეთ დროში შეიძლება გავხსნათო. ანუ თუ დაჭირდება ისე სხვა შემთხვევაში 2 წელი შეიძლება გავხსნათ 1 წელში. დავუშვათ პირობ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. კი ბატონო. მოკლედ შემიძლია გითხრათ, დიდი მადლობა ყველას. მართლაც დიდი მადლობა თქვენც კი შემიძლია გადაგიხადოთ. აქ გატარებული ბევრი წლისათვის მიუხედავად იმისა, როგორ კითხვებს სვავდით და რას ემსახურებოდით, ყველას ძალიან დიდი მადლობა და გმადლობთ, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ თავისუფლად შეგეძლებათ ერთადერთი დაპირება, რაც შემიძლია გავცეთ თქვენს წინაშე, ქართული ხალხის წინაშე, პარლამენტის და ჩემი გუნდის წინაშე, რომ წლების შემდეგ მართლაც ჩემს მუშაობას აზრი ექნება, თუ სპეცსამსახურის თანამშრომლები იამაყებენ რამდენად დიდი საქმე გააკეთეს, აქამდეც აკეთებდნენ და მომავალში კიდევ უფრო დიდი საქმე რომ გააკეთეს თავისი ქვეყნის სიძლიერისათვის, დამოუკიდებლობისათვის და სუვერენიტეტისათვის. ძალიან დიდი მადლობა.